ეს დაზარალებული სუფლებებს ერთ ძალიან გახმაურებულ და მტკივნეულ საკითხში, რომელსაც ქვია გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე. ეს ალბათ ათმაგძალას აძლევს ადამიანს და მერთმა გამძლეობა მისცეს ქალბატონიკას. აი ამ გულახდილობამ, საკუთარ თავთან, შვილის ხსოვნასთან, საზოგადოებასთან მოიტანა ამხელა მხარდაჭერა. რომ არა საზოგადოების მხარდაჭერა, ანუ ბრალდების მხარეს და სასამართლოს მერე არ ექნებოდა ეს ზეწოლა, რომელიც ჰქონდა და არ იქნებოდა ის დამდგარი შედეგები, რომ ამ დროს ეკა საერთოდ არ ეცალა იმისთვის, რა ხდებოდა გამოძიებაში. ეს რომ გაეგო. და ამისთვის ვარსებობდი მე. ყოველდღიურად მიწევდა პოლიციაში სიარული, წაკითხვა, ანუ იქვე ადგილზეც არც ფოტო გადაღება, არც ჩაწერა და უშუალოდ თუნდაც ჩვენი ცნობილი ხერხით დიქტაფონით, ამის შესაძლებლობა არ მეძლეოდა. შესაბამისად, აი იქ ვნახე ძალიან ბევრი უსამართლობა, ძალიან ბევრი კანონდარღვევა. გიგა იმდენად უწყინარი ადამიანი იყო, იმდენად არაკონფლიქტური, ხო? და ისეთი ძალიან წესიერი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ვერაფრით ვერ წარმოედგინა ოჯახს, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო თავდასხმა გიგაზე. აი ამ მიმოწერებში გამოჩნდა, ვინ იყო ჩართული, ვის ჰქონდა ინფორმაცია, ვინ არ განაცხადა. ანუ აქ გამოძიებაში საქმის ჩაფარცხვა მიდიოდა. კი, ანუ აშკარა იყო საქმის ჩაფარცხვის მიმართულება. კი. აღწერს, უფრო რთულ ფორმებში, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაფერი იმას, რაც სინამდვილეში შემდეგ დამართა 1 ოქტომბერს. ანუ ამას უზამ. ირდება მას. კი. თავარს გეტყვით რა. რატო იფარცხებოდა ეს საქმე, სადჭანს კიდე რომ იფარცხებოდა საქმე. მოუყევი ადამიანს, რომ აი თქვათ ვიღაცა კარგად არის, არავის არ აინტერესებდა, როგორც კი იტყვი, რომ ვიღაცას უჭირს, იქვე ყურები აქვს დაცქვეტილი სრულიად ქვეყანას. თავის დროზე იყო მინისტრის მოადგილე და მას ჰქონდა გავლენები თავშივე ამ გამოძიებას. ბოლოს მაინტერესებს ქალბატონი ეკა ადვოკატებს რატო ერჩის? ეკას უყვარს ბავშვები, ეკამ ცხოვრება მიუძღვნა ბავშვებს, ეკამ ცხოვრება მიუძღვნა ოჯახს და მისი ბრძოლაც მიძღვნილია ბავშვებისთვის, ბავშვების გადარჩენისთვის